პოლიტპატიმარი მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად 37 დღეა შიმშილობს. დღეს ინტერპრეს ნიუსთან საუბრისას ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ თქვა, რომ ლეტალური შედეგის თავიდან ასაცილებლად მზია ამაღლობელმა საკვების მიღება უნდა დაიწყოს. მოშიმშილე ჟურნალისტი 4 თებერვალს რუსთავის ქალთა კოლონიიდან კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე რჩება. შემიძლია გითხრათ, რომ მისი ზოგადი მდგომარეობისთვის დამახასიათებელია ყველა ის სიმპტომი, რაც ახასიათებს ამ პერიოდის განმავლობაში შიმშილობას. მინდა მივმართო მის კოლეგებს, თანამოაზრეებს, ოჯახის წევრებს, ადვოკატებს, რომ დაარწმუნონ მზია. სრულად შეასრულოს ჩვენი რეკომენდაცია. ეს პირველ რიგში ეხება საკვების მიღებას, რათა თავიდან იყოს აცილებული ლეტალური გამოსავალი. ჩვენი სურვილია სრულად დაექვემდებაროს ჩვენს რეკომენდაციებს. ეს მოგცემს საშუალებას აცილებული იყოს ლეტალური გამოსავალი. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა გადაიდო. დღეს მოსამართლე სალიხ შაინიძეს ამაღლობელის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს ღობეზე სტიკერის გაკვრის საქმე უნდა განეხილა. სხდომის გადადების მიზეზად მოსამართლემ დაასახელა ის, რომ დაცვის მხარეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მასალები არ ჩაბარებია. მოსამართლემ ასევე თქვა, რომ მზია ამაღლობელს სურდა სასამართლო პროცესს დისტანციურად დასწრებოდა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. შაინიძის თქმით, სასამართლო ამაღლობელის საქმეს ბრალდებულის გარეშე ვერ განიხილავს. სტიკერის გაკვრის გამო ამაღლობელის სასამართლო პროცესი 6 მარტს გაიმართება. მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა მისი დაცვის მხარე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 15 თებერვალს გააკეთა განცხადება და თქვა, რომ 17 იანვარს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ამაღლობელის პროცესი კანონის დარღვევით ჩაინიშნა, როგორც უფლებადამცველმა ორგანიზაციამ განმარტა. თომის შესახებ არც არასამთავრობო ორგანიზაციას და არც თავად მზია ამაღლობელს ინფორმაცია არ მიუღია. გარდა ამისა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თქვა, რომ მათ არც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი აქვთ მიღებული, რაც სასამართლოში საქმის განხილვის დაწყების წინაპირობაა. ის, რომ ამ დრომდე დაცვის მხარისთვის სამართალდარღვევის ოქმი გადაცემული არ არის, სხდომის გადადებამ ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმაც დაადასტურა. 11 იანვარს მზია ამაღლობელი ბათუმში ორჯერ დააკავეს. პირველად შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის კედელზე სტიკერის გაიფიცეს საქართველოს გაკვრის გამო, მეორედ კი ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძისთვის სახეში ხელის გარტყმის გამო სისხლის სამართლის ბრალდებით. სტიკერის გაკვრის საქმეზე მზია ამაღლობელი 150 მუხლით დააკავეს. როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამბობს, 150 მუხლით ამაღლობელის დაკავება კანონიერ საფუძველს მოკლებული იყო, რადგან იმ შემთხვევაშიც თუ სტიკერის გაკვრა შენობის იერსახის დამახინჯება შეფასდებოდა, პოლიციის თანამშრომელს ამ ქმედებისათვის პირის დაკავების უფლებამოსილება არ ჰქონდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განმარტებით, მზია ამაღლობელის დაკავების გასამართლებლად პოლიციამ დაკავების ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 973 მუხლით შეადგინა. ორგანიზაციის თქმით, დაკავების ოქმში ჩაიწერა ყალბი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს მზია ამაღლობელი დაკავებამდე ლანძღავდა და შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციას. ოცნების პოლიციის ბრალდების საპირისპიროდ ამაღლობელის დაკავების კადრებში ჩანს, რომ მედია მენეჯერი პოლიციელებს შეურაცხყოფას არ აყენებს. არ ხნა რა გოგო, არ ხნა რა. მზია ამაღლობელს აკავებენ, მზია ამაღლობელს ბათუმელების მენეჯერს აკავებენ, მზია ამაღლობელი დააკავეს. მზია ამაღლობელი დააკავეს ამ მზია ამაღლობელი დააკავეს ახლახანს ბათუმელების